მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. დამგვიანდა გაშლა თქვენთვის მოუცლელობის გამო. გადამეტვირთა ცოტა გრაფიკი პირადი გაშლებით, მაგრამ ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ გაშლას. მაგრამ გაშლამდე კიდევ ერთხელ გეტყვით დიდ მადლობას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. მადლობა თითოეულ თქვენგანს უკავშირისთვის, იმ პოზიტივისთვის, რასაც გამოხატავთ. მადლობა თითოეულ გამომწერს. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ სტიმულს, რომ კიდევ უფრო ბევრი ვიდეოები ჩაგიწეროთ ახალ გაშლებზე და მომწერეთ კომენტარებში შემდეგი გაშლები რაზე გსურთ გავაკეთო. მე კი დღეს თქვენთვის მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რამდენად ახლოს ხართ თქვენს სურვილთან. მინდა ჩაიფიქროთ კონკრეტული სურვილი, ერთი სურვილი და აი ამ სურვილის გარშემო ვიტრიალოთ. გაშლა იქნება, მოდი გავაკეთოთ სამ ვარიანტად, მინი გაშლა იქნება ეს და ვნახოთ. პირველი ვარიანტი იყოს ვეფხვის თვალის სამაჯური. პირველი ვარიანტი, რამდენად ახლოს ხართ თქვენ სურვილთან. მეორე ვარიანტი, აი ეს ციტრინის სამაჯური და მესამე ვარიანტი, აი ამეთვისტოს სამაჯური. პირველი ვარიანტი ვეფხვის თვალი, მეორე ვარიანტი ციტრინი, მესამე ვარიანტი ამეთვისტო. მინდა კონცენტრირდეთ ახლა თქვენს სურვილზე. ღრმად ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ. სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი და აქ თქვენს ინტუიციაზე უნდა დაეყრდნოთ. ერთი კონკრეტული სურვილი. მესამე ვარიანტი გადავდოთ დროებით, მეორე ვარიანტიც და პირველებო მოგესალმებით, ვინც აირჩიეთ ვეფხვის თვალის სამაჯური. რამდენად ახლოს ხართ თქვენ სურვილთან. პირველი ვარიანტი. შრომობთ მეგობრებო, შეიძლება გუნდთან ერთად მუშაობთ, ან ოჯახური ბიზნესი გაქვთ, სადაც ჩართულობა გაქვთ და გსურთ რაღაც სტაბილური შეიძინოთ, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ბინის შეძენა გსურდეთ აქ. არ გამოვრიცხავ, აი იმისთვის, რომ ბინა შეიძინოთ, აქ ჩართული იყოთ თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად. ან ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება სამსახურში, კოლექტივში უწევდეს ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ მიიღოს ის სტაბილური შემოსავალი, რაც სურს. და თქვენი შრომის მოყვარეობით ამას ნამდვილად მიაღწევთ. მეგობრებო, თქვენ იცით, რომ საჯარო გაშლა და ყველაზე 100%-ით ვერ რეზონირდება, მაგრამ თქვენი აიღეთ და მოირგეთ სიტუაცია. ნახოთ, რამდენად ახლოს ხართ პირველებო თქვენ სურვილთან. მეგობრებო, ცოტა მერყეობთ აქ. თითქოს ზუსტად არ იცით, როგორ გამოგივათ ეს ყველაფერი, მე რაც ზემოთ ვახსენე, მაგრამ ამის საფუძველი უკვე ჩაყრილია. თითქოს აი ის, რაც დაიწყეთ, უკვე ფესვებიდან უნდა აღმოცენდეს. აი ის თესლი თქვენ რაც ჩადეთ, თქვენი ნამუშევრის,
თუ შრომის სახით ის უკვე ფესვიანდება და სადაც არის აღმოცენდება ის მცენარე, ანუ სადაც რეზულტატს მიიღებთ. ნუ გეპარებათ მეგობრებო ამაში ეჭვი, რადგან თქვენ გაქვთ გარკვეული შრომა ამაში ჩადებული და თქვენ ამას აუცილებლად მიიღებთ. მოდი ვნახოთ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს თქვენი სურვილი უფრო მალე მიიღოთ და უფრო მალე აგისრულდეთ ის თქვენი სურვილი, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ. რჩევა თქვენთვის, რა უნდა გააკეთოთ? თქვენ ყველაფერს შეძლებთ, მეგობრებო, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა უცხოეთიდან კონტაქტის შედეგად, ან ზოგიერთ თქვენგანს უცხოეთში მოუწიოს გამგზავრება და აი იქიდან მიიღოს ეს რეზულტატი. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უცხოეთში ყავდეთ პარტნიორი და აი სწორედ ის დაგეხმაროთ ამ სურვილის რეალიზებაში. აქ არ არის გამორიცხული, რომ მამაკაცი დაგიდგეთ გვერდით და თქვენი სურვილი აისრულოთ. ან ზოგიერთ მცირედის შემთხვევაში შეიძლება თქვენი სურვილი უკავშირდება ვინმე მამაკაც, რომელთან კონტაქტის შედეგადაც თქვენ სურვილს აიხდენთ. აქ ყველა ვარიანტში სურვილის ასრულება გელით შეიძლება იყოს უცხოეთთან კონტაქტის შედეგად, კომუნიკაცია მოხდეს უცხოელ პარტნიორთან, ან ზოგადად უცხოეთს კომუნიკაციას და თქვენს შრომას ერთად მოაქვს შედეგი თქვენ რაც გსურთ. დაგემშვიდობებით. პირველებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან და მე თქვენ გელით კომენტარებში. აქვე მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც ციტრინი ავირჩიეთ. მეორეებო, აბა, რამდენად ახლოს ხართ თქვენ სურვილთან. აქ ვინმე მამაკაც ხომ არ უკავშირდება თქვენი ჩაფიქრებული სურვილით. მეგობრებო, თუ თქვენ გსურთ, ახლა დაძაბული სიტუაცია გაქვთ და გსურთ მამაკაცთან შერიგება, ანუ ისევ ძველი ურთიერთობის აღდგენა, აი ეს ლამაზი საღამოები თუ მომენტები, რაც ადრე გქონდათ, თუ თქვენ აი ეს ჩაიფიქრეთ, ეს ვარიანტი თქვენია. თქვენ აქ ყოველგვარი სიძლიერის დემონსტრირების გარეშე ძალიან ლაითად უნდა შეხვიდეთ კონტაქტში აი ამ მამაკაცთან, რათა აღდგეს თქვენი ურთიერთობა და არანაირი ძალისმიერი გზებით, თქვენი ქალურობით, მომხიბვლელობით და შვიდი კომუნიკაციით და მოლაპარაკებით მიაღწევს თქვენ სასურველ სურვილს. რამდენად ახლოს არის თქვენთან ეს სურვილი, მეორეებო? რაღაც ახლი, ანუ მეგობრებო, თქვენ აი მიჯაჭულობა რაც გქონდათ, თითქოს თავისუფლდებით აი ამ მიჯაჭულობიდან და გსურთ დაიწყოთ ისეთი ურთიერთობა, სადაც ორივე მხარე თანაბრად ჩადებთ აი ამ ურთიერთობის განვითარებისთვის ძალისხმევას. თანაბრად იქნება აქ ემოციების გამოხატვაც, საჩუქრებიც, კომუნიკაციაც, ანუ აქ თქვენ გსურთ, რომ გქონდეთ ისეთი ურთიერთობა, სადაც იქნება თანაბრად ურთიერთობა, თანაბარი ძალებით და აი ეს აგურ-აგურ თანაბრად აშენებთ აი ამ ურთიერთობას. თითქოს აი ეს ტოქსიკური მიჯაჭულობა მიდის, მაგრამ გსურთ, რომ განახლდეს თავიდან და აი სწორედ ისეთი, სადაც ერთობლივად შეძლებთ აი ამ ყველაფრის მოგვარებას. და თქვენთვის რჩევა მეორეებო, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის კიდევ ერთხელ?
მეგობრებო, აქ ორ მამაკაცს შორის ხომ არ იხლიჩებით თქვენ ან ოჯახსა და მეორე მამაკაცს შორის და გარკვეულწილად თითქოს ან ამ მამაკაცს თუ აქვს ოჯახი, თქვენთვის შეიძლება ეს ცოტა ტვირთია და ძალიან გაწუხებთ ის მომენტი, რომ თითქოს აქ არის მესამე ადამიანიც და არის რაღაც სტაბილური მეორე მხარეს, ან თქვენ გაქვთ ოჯახი და ორ მამაკაცს შორის, ყოველ შემთხვევაში შეიძლება აქ სამკუთხედია და არ იცით როგორ მოიქცეთ და თქვენთვის რჩევა. მეგობრებო, აი ეს კი თქვენ რჩევას ვერ გაძლევთ აქტარო, რადგან გამოჩნდება რაღაც ახალი გზა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამას ბედი გადაწყვეტს და ეს იმდენად კარმულია, თუ ურთიერთობა ჩაიფიქრეთ და ვიტყვი რომ მეორე ვარიანტი ნამდვილად ურთიერთობაზეა, ეს ის შემთხვევა, როდესაც აქ მხოლოდ ბედი ერთვება და თქვენ ვერაფერს ვერ გახდებით. აქ მხოლოდ კი. აქ ერთადერთი თქვენ რაც უნდა გააკეთოთ ის, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ყველანაირი ნეგატივი უგულებელყოთ და აი ნეგატივისგან დაიცვათ თავი, გააკეთეთ მედიტაციები, მეგობრებო. შეიძლება აკეთებთ კიდეც ზოგიერთი თქვენგანი მედიტაციებს და ეს ძალიან კარგია და ყველაფერი თავისით დალაგდება, როგორც საჭირო ამას თვითონ ბედი განკარგავს და არა თქვენ. მეორეებო, დაგემშვიდობებით და მადლობა თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ და ველი თქვენს კომენტარებს, ჩემთვის ძალიან საინტერესო რამდენად რეზონირდა და აქვე მოგესალმებით მესამე ვარიანტს. ვინც ამეთვის თო ჩავიფიქრეთ. მესამეებო. რატომ ხართ ასეთი მოწყენილები? რაღაც ძლიერი ტრანსფორმაცია განიცადეთ, შეიძლება ეს უკავშირდება ოჯახს, შეიძლება რაღაც ძალიან შეიცვალა, შეიძლება აქ ოჯახის ნგრევაც იყო, ან რაღაც ურთიერთობაში რაღაც დაიმსხვრა, ზოგიერთი თქვენგანისთვის შეიძლება ეს ფინანსებს უკავშირდება და დაკარგეთ ფინანსური კეთილდღეობა და სტაბილურობა და აი ახლა მიდის გარდასახვა, მაგრამ აქ გეტყვით, რომ აქ საგვარეულო ჩაერევა და მე თქვენ რჩევას მოგცემთ, რომ დაანთოთ სანთელი და თქვენ საგვარეულოს მადლობა უთხრათ იმისთვის, რომ არ გტოვებთ და გვერდში გიდგათ და ნახავთ თქვენ რამხელა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. რამდენად ახლოს ხართ თქვენ სურვილთან? მეგობრებო, აქ დიდი პოტენციალი გაქვთ თქვენ იმის, რომ მიაღწიოთ გამარჯვებას. თქვენ კვერთხების დედოფალი ბრძანდებით, საკმაოდ ინტუიციური ქალბატონები ხართ, ორიენტირებული ხართ გამარჯვებაზე, წარმატებაზე და ვერ აიტანთ პატარა მარცხსაც ძალიან მტკივნეულად განიცდით. თუ თქვენ აქ დაძაბული სიტუაცია გაქვთ, აუცილებლად ეს უნდა მოაგვაროთ დიპლომატიურად. თუ აქ თქვენ გიღალატეს ან ფული დაკარგეთ ვინმეს გამო და არაკეთილსინდისიერად მოგექცნენ, თქვენ ამას ამ დანაკარგს შეივსებთ, მაგრამ სწორედ აი ეს თქვენი გვერდში მდგომი მაღალი ძალები თუ თქვენი საგვარეულო დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენ ეს ბალანსი შეივსოთ, მაგრამ ეს ადამიანი აღმოჩნდება ცუდ დღეში, ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდოთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამ სურვილის ასახდენად თქვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ, უბრალოდ ეცადეთ დიპლომატიურად მოაგვაროთ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ ნამდვილად, შეიძლება რაღაც პრაქტიკებსაც აკეთებთ, ისეთი ქალბატონები მიყურებდეთ, რომლებიც პრაქტიკები ხართ დაკავებული მედიტაციებით, ძალიან ბევრი რამ იცით და
აცნობიერებთ ყველაფერს, ამიტომ აქ ტარო გირჩევთ, რომ დიპლომატიური გზებით უნდა იმოქმედოთ და კიდევ ერთი რჩევა თქვენთვის. მეგობრებო, აქ შეიძლება ფინანსური კრიზისია სამსახურეობრივად, ან სახლშიც, როგორც წეღან გითხარით, აქ მიჩვენებს, რომ ნამდვილად არის კრიზისი, მაგრამ ძალიან მალე რეზულტატი გექნება და თქვენ რაც აქამდე გიშრომიათ, ის ყველაფერი შედეგს გამოიღებს და ამაში დაგეხმარებიან ადამიანები, შეიძლება იყვნენ მეგობრები, ან თანამოაზრეები, ან კოლეგები და თქვენ აი მათი დახმარებით გახვალთ სწორ გზაზე. კიდევ ერთი რჩევა თქვენთვის. უბრალოდ კარგად გათვითცნობიერეთ რა მოხდა და რატომ მოხდა. შეიძლება აი იმ დროში, რა დროც თქვენ აღებული გაქვთ, აი იმ დროში არ მოხდეს თქვენი სურვილის რეალიზება, მაგრამ ძალიან მალე მოგვიანებით, უბრალოდ მოგვიანებით ეს რეზულტატი დადგება იმის შემდეგ, ახლა შეიძლება მსხვერპლად გრძნობდებთ სხვათა შორის თავს, მაგრამ თქვენ გაანალიზებთ ბევრ რამეს, გაიაზრებთ და ძალიან მალე სწორ გზაზე გახვალთ რეზულტატი. კი, ძალიან მალე თქვენ აი დაკარგულ ფულსაც ნამდვილად აინაზღაურებთ, თუ ეს ურთიერთობებს ეხება პარტნიორულს, აქაც გეტყვით, რომ აუცილებლად დალაგდება სიტუაცია, უბრალოდ ხართ ისეთ ცევდიან განწყობაზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაკეთეთ მედიტაციები, იმედიტირეთ, მადლობა გადაუხადეთ თქვენს საგვარეულოს, რადგან ის არ გტოვებთ ნამდვილად. მადლობა მესამეებო და მე თქვენ კომენტარებსაც სულ მოხმელად დაველოდები. და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე. მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები და მე თქვენ სამსახურში ვარ დროებით.